კვირის მნიშვნელოვანი თემები, ქუთაისის და იმერეთის რეგიონის პოლიტიკური ცხოვრება, განსხვავებული პოზიციები და დებატი პირდაპირ ეთერში. საინტერესო სტუმრები და ხალხის შეფასება ток-შოუში რადიაქცია. ყოველ ორშაბათს და პარასკევს 14 საათზე რადიაქცია swams კითხვებს, აანალიზებს პასუხებს და იღებს ვალდებულებას. პირველებმა შეიტყოთ ყველაფერი თქვენს ქალაქსა და თქვენს რეგიონზე. ჩვენი შეხვედრის ადგილი უცვლელია. რა თქმა უნდა, რადიო ძველი ქალაქი. გადაცემის სპონსორია Geo Hospitalsi. Geo Hospitalsi და მის მართვაში მყოფი ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო გთავაზობთ მაღალტექნოლოგიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებს. უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალთა გუნდს, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე. Talk-show-ს პარტნიორია სამშენებლო კომპანია Tobe. რადიაქციის სპონსორია კლინიკა Beaumonde. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკის შერჩევისას? რა თქმა უნდა, ექიმის მაღალი კვალიფიკაცია, ნდობა და სწორი დიაგნოზი. თანამედროვე აპარატურა. ზრუნველი და კეთილგანწყობილი პერსონალი. კლინიკის გარემო, მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობა. ველით მათ, ვისთვისაც ჯანმრთელობა ძვირფასია. მოგესალმებით რადიო მსმენელებო, დღეს პარასკევია, უკვე შესრულდა 14 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიო ძველი ქალაქის პირდაპირ ეთერშია ток-შოუ რადიაქცია და ჟურნალისტი ნანა თვალობიშვილი. ხმაურიანი და დაძაბული აღმოჩნდა მიმდინარე კვირა, განსაკუთრებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც გუშინ ჩატარდა და დეპუტატების მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც ჰქონდა ადგილი, რატომ დადგა დღის წესრიგში მუდმივ მოქმედი კომისიის თავმჯდომარის დღეს გადაყენების აუცილებლობა, ვისი იმედი აქვს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას, რომელიც ვერ აღმოჩნდა პოლიტიკურ ორბიტაზე დამოუკიდებელი მოთამაშე, რა თამაში მივიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ვინ გამოიყენეს, რის გამო გადააგდეს ერთდროს მმართველად შექმნილი პატრიოტები და რატომ ემთხვევა ნაცმოძრაობისა და ყოფილი ნაციონალების შეხედულებები და რისთვის ემზადება ქუთაისის საკრებულო. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით მუდმივ მოქმედი კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებული თამაზ მარგველაშვილი უახლოეს მომავალში თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელობასაც გამოეთხოვება და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები მას თანამდებობიდან გადააყენებენ. რა ხდება რეალურად ქალაქის თვითმმართველ ორგანოში? შევიტყობთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ლოკალურ პოლიტიკურ პროცესებში აქტუალურად არიან ჩართული. ჩვენი სტუმრები არიან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი თამაზ მარგველაშვილი, ფრაქცია მაჟორიტარების თავმჯდომარე ბატონი დავით გოგისვანიძე და ახალი ფრაქციის წევრი ბატონი მერაბ მეშველიანი, ბატონო მერაბ იქნებ შემახსენოთ სახელი ფრაქციის, იმიტომ რომ ვერ ვიმახსოვრებ აშკარად და კოლეგებს თუ დავესესხები, ამ შემთხვევაში უფრო გავრცელებული აღმოჩნდა ეგრეთ წოდებულ მოგზაურთა კლუბი, ან სუსი 1 ან სუსი 2, იქნებ თქვენი ფრაქცია, თქვენმა გამოაცხადოთ, რომ ფრაქციას წარმოადგენთ. მოკლედ მოგესალმებით, შეკითხვა ალბათ ჩემს მიართა. ფრაქცია იქნებ დამისახელოთ თქვენი, რომ მეც დავიმახსოვრებ და გადავალ შეკითხვაზე. მომზადებული რატო არ ახართ? მოდელი გადაცემისთვის მე მიყავს. არა, მომზადება არაფერ შუაშია, იმდენად სწრაფად იცვლება ხოლმე პოლიტიკური შეხედულებები და ღირებულებები, ფრაქციის სახელწოდებები, პარტიები, ამ შემთხვევაში მომიტევოს რადიო მსმენელმა, რომელიც ყოველთვის არის საქმის კურსში და ჩემს მომზადებლობასთან დაკავშირებით იმედია პრეტენზიები არ აქვს. მოგესალმებით ასლაბარაკო, ჩემი ქალაქი, რომლის თავმჯდომარე არის ბატონი სერგო ლექვინაძე. თქვენ ახლა ჩვეულები წევრი ვარ და ვარ ამავდროულად ბატონ თამაზ მოაწყო. დიდი მადლობა ამერიდან მეწოდინება. დავიწყოთ ბატონო თამაზ, რას უკავშირებთ ბოლო კვირაში განვითარებულ მოვლენებს, ვის თამაშობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია და მუდმივ მოქმედი კომისიის თავმჯდომარეობიდან თქვენი გადაყენება რა მიზანს ემსახურება? მოგესალმები რადიო მსმენელებს. დიახუში ჩატარდა ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ერთ-ერთ საკითხად იქნა შეტანილი მუდმივ მოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეობიდან ჩემი განთავისუფლების შესახებ. ეს საკითხი არ ახალია და დიდი ხანია უკვე ფიგურირებს და მოძრაობს საერთოდ საზოგადოების სხვადასხვა ფენაში და როგორც საკრებულოს დეპუტატთა
ერთი ჯგუფი აცხადებს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ეს ძალიან აქტუალური საკითხი არის. ამ საკითხზე ჩვენ მქონდა გადაცემა რამდენიმე დღის წინ თქვენს ეთერშიც. ჩვენ მაშინ გავაჟღერეთ რამდენიმე მომენტი, რაც გამოიხატებოდა საკრებულოს ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და საერთოდ თავიდანვე იყო თითქოს ვიტყოდი ათვალწუნებული ამ კომისიის მუშაობა. უბრალოდ თავიდანვე ვერ ხვდებოდი თუ რატომ უნდა ყოფილიყო ეს, იმიტომ რომ როდესაც შეიქმნა მუდმივი ოფქოდის საკონკურსო საატესტაციო კომისია, მაშინ უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოხდა ამ კომისიის შექმნა და მის თავმჯდომარედ ჩემი თანამდებობაზე დანიშნა. შემდეგ, როდესაც გამოცხადა კონკურსი მერის თანამდებობაზე, უკვე საზოგადოების მხრიდან, თითქოს საზოგადოების მხრიდან, ეს ბჭყალებში ვამბობ, წამოვიდა ზეწოლა იმაზე, რომ ამ კომისიის არჩეული მერი არ იქნებოდა მისაღები ქუთაისისათვის. როგორც კი მოხდა ბატონი დიმიტრი კოპალიანის არჩევა, შემდეგ დაიწყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქციების გაკეთება, რომ არჩეული მერი ბატონი დიმიტრი კოპალიანი მისაღებია ქალაქისათვის, მაგრამ არ ვარგა კომისია. თუ კომისია არ ვარგონდა, მაშინ როგორ მოხდა, რომ კარგი მერი ავირჩიეთ. შემდეგ მოხდა ის, რომ გამოცხადა კონკურსი მერის მოადგილეებთან დაკავშირებით, აირჩა შერჩეული იქნა 3 მერის მოადგილე, რომელთაგან 2-მა უკვე თვითონ დაწერა განცხადება და დატოვეს თანამდებობები. ეგეც ცოტა გასაკვირია, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ, თუკი კონკურსის გავლილი თანამდებობის პირი რამდენიმე ხანში არ ვიცი ვისი ზემოქმედებით თავისუფლად თუ რაღაცა ტოვებს განცხადებას და მიდის და ისე მოვალეობის შემსრულებლები გვჩება. ძალიან ბევრი ზეწოლა იყო ზეწოლა იმ გაგებით, რომ თითქოს კომისია ვერ მუშაობს კარგად. კომისია მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, იმუშავა ძალიან კარგად, ყოველგვარი წესის და კანონის დაცვით. კომისიამ წარდგენა გაუკეთა სამსახურის უფროსების თუ მოადგილეების თუ განყოფილების უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე პიროვნებებს, რომლებიც ჩათვალა საჭიროდ, რომ შეძლებდნენ ამ თანამდებობებზე მუშაობას, მხოლოდ არ მოხდა მათი დანიშვნა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, საბოლოო მიზეზი იმისა, რომ კომისიის საკითხი დამდგარიყო ეჭქვეშ, კომისიის მუშაობის საკითხი დამდგარიყო ეჭქვეშ. სინამდვილეში კომისიას არ დაურღვევია არავითარი კანონი და არავითარი წესი, უბრალოდ ეს გამოიწვია ქუთაისში ახალი მერის მოვალეობის ჩამოსვლა. და ბატონო თამაზ, ასევე იყო თუ არა ერთ-ერთი მიზეზი ის შიში და ის საშიშროება, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანო, მხედველობაში მაქვს მერის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა დაიძაბა საკრებულოსა და მერიას შორის ურთიერთობა, რომ თამაზ მარგველაშვილი, სწორედ თქვენ იყავით, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ისე კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც შეეძლო, რომ გაეთავისუფლებია მოვალეობის შემსრულებლობისგან შოთა მურღულია. იყო თუ არა ამის საშიშროება, თქვენ დაგეტოვებინათ კომისია? ინფორმაცია ჩემამდეც მოვიდა და მე მქონდა საუბარი იმ ხალხთან, რომელთაც ამის ეშინოდა და მე მათ აუხსენე, რომ ჩემი აზროვნებას საბედნიეროდ განსხვავდება იმ პრიმიტიული აზროვნებისაგან, ვისაც ეგ მოვიდა თავში მეთქი, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ერთი კვირის ჩამოსულ მერის მოვალეობის შემსრულებლებს გამოუცხადებდა კონკურსს. ამით ხო არა იმის წინააღმდეგ გააკეთებდა აქციას და არამედ მე თვითონ გავაკეთებდი ხო ჩემ წინააღმდეგ აქციას და მე არ ამგონია რომ ისეთი აზროვნების ვიყო რომ ჩემ თავს ჩემი მოქმედებით რაიმე ვლავნო. ამიტომ ეს იყო იმ პრიმიტიული აზროვნების შედეგი, რომელიც გარკვეული ჯგუფი აზროვნებს და განსაზღვრავს, რომ სხვაებიც ასე უნდა აზროვნებდნენ. კარგი ბატონო, მე მაინტერესებს თქვენ განეკუთვნებით იმ ჯგუფს, რომელიც აპროტესტებდა უბრალოდ მუდმივ მოქმედ კომისიას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მანამდე წარმოადგენდით იმავე პოლიტიკურ ძალას, როდესაც ამ კომისიასაც იცავდით, კომისიის თავმჯდომარესაც დაკომპლექტებულ შემადგენლობას და პატრიოტები ყოველთვის მხარს უჭერდით ამ კომისიას. დღეს აღმოჩნდით სხვა ფლანგზე, მე მაინტერესებს უკვე საჯაროდ კეთდება განცხადებები, რომ კონკრეტულად ძალოვანი უწყებიდან მოდიოდა სიები
რომელიც უნდა დაენიშნა კომისიას და ლობირება მოდიოდა ჩვენთან ეთერში ბატონმა კახანემ სიწვერიძემ განაცხადა კიდეც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს მაღალი мотиваცია ჰქონდათ, გამოცდილება ჰქონდათ, პროფესიონალები იყვნენ, მათი ლობისტობა გარკვეულწილად მოდიოდა ძალოვანი უწყებიდან, მე მართლა მაინტერესებს და ნაციონალები ნაცმოძრაობა კი აცხადებდა, რომ თავიდანვე კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ კომისიის მიმართ და მათ წევრების გადაწყვეტილებებზე და მოკლედ შეაფასეს, რომ თქვენ ამ შემთხვევაში ახალი ფრაქციები კონკრეტულად რამდენიმე პიროვნების დაკრულზეც ეკავთ და მართლა მაინტერესებს თუ კი პერიფრაზირებას გავაკეთებთ, ვის დაკრულზეც ეკავს ამ შემთხვევაში საკრებულოს ახალი ფრაქციები და რა გადაწყვეტილებებს იღებთ. მოგესალმებით და დავადასტურო ერთი რამ რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენ ქალბატონ ნანა, მაგრამ თქვენი კითხვის ფორმულების დროს რაღაც ვერ ვამჩნევ ლოგიკას, იმიტომ რომ თქვენი შეკითხვა რამოდენიმე შეკითხვა შეიძლება ჩაიშალოს და მაშინ ვერ ვხედავ შინაარსობრივ სვლას, უფრო ვხედავ ირონიას და მე ძალიან გთხოვ ჩვენი გადაცემის განმავლობაში თუ შევინარჩუნებთ საკითხისადმი მეტ რაღაც უფრო კითხების ფორმულირებას დამოკიდებულებას კარგი იქნება, იმიტომ რომ ამ ბოლო დღეებში ვამჩნევ რომ თქვენს შეკითხვებში ყოველთვის არის რაღაც ესეთი ირონია და ძალიან გთხოვთ მხრიდან გაკეთებულ აქცენტებს ემთხვევა და ეს თქვენი არჩევანია, თქვენი წვით პარტიებს და მე სამ კითხვას ძალიან გთხოვთ პარტიას ჯერ არავის არ შეუძლია ეს ერთი ფრაქციებს სხვა თემები არის, ძალიან გთხოვთ რომ უფრო მეტად ობიექტურები ვიყოთ. ბელგიაში ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა სოლიდარობა გამოვცხადო უკრაინელ ხალხს, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოში მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება და მე მხარს უჭერ ზოგადად რომ დემოკრატია გამვითარდეს უკრაინაში და ის ადამიანები რომლებიც მნიშვნელოვან ღირებულებებსკენ იბრძვიან მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ამ ხალხს და მადლობა იმისათვის რომ საშუალება ამ შემთხვევაში აქ მომეცა და ცხადია მომეცემოდა იმიტომ რომ აქ თავისუფალი სიტყვა ყოველთვის ითქვის ეს ერთი მეორე რაც შეეხება ზოგადად გუშინ გამვითარებულ მოვლენებს ვიტყვი რომ საკრებულო სლომაზეც თქვი რომ ფაქტიურად ჩვენ ქალაქის საკრებულოში ამ არსებობის განმავლობაში შევძელით რა გამოყენებული იქნა ყველა ეს კანონმდებლობითი ალბათ ფუნქციები, რასაც თვითმმართველობა უშვებს. ერთ-ერთი ფუნქცია მოვალეობა იყო რიგარეშეს სლომის დანიშვნა ფრაქციების მიერ და რომელიც განხორციელდა ამ შემთხვევაში და ერთი რამ რა იყო ამის განპირობებული მიზეზი, ამაზე ჩვენ სხვა დროსაც ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ერთი არის ის რომ ჩვენ როდესაც ვიყავით და შევხვდით აქ ვისაუბრეთ ზოგადად ცვლილებების შესახებ, მე მაშინაც თქვი და გავიმეორე რომ ბატონ თამაზის შემთხვევაში მე გადავდგებოდი დაკავებული თანამდებობიდან და ვთქვი ბატონ თამაზმა სწორი თქვა რომ არათუ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა წყვიტავდნენ ამ შემთხვევაში და იღებდნენ გადაწყვეტილებებს მიცვლებებთან დაკავშირებით, არამედ ეს მისაღები არის საკრებულოს უმრავლესობის მიერ, რადგან არსებული განმდებლობის მიხედვით ბატონი თამაზის დანიშვნა ამ შემთხვევაში მოხდა უმრავლესობის მიერ და უმრავლესობა შეიკრიბა, მიიღო გადაწყვეტილება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და იქნა ეს გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული. რაც შეეხება ისეთ თემებს, როგორიც არის ამ შემთხვევაში ვინ აწვდიდა სიებს ან რა ფუნქცია მოვალეობები ხორციელდებოდა, მე ვერ დაგიდასურებთ ამას და არ ვიცით, იმიტომ რომ საკრებულოს შესაბამისი კომისია მოქმედებდა არსებული კანონმდებლობის მიხედვით და ეს სლომა შეიძლება ითქვას, რომ თუ შემეშლება ეთქვის ბატონ თამაზს და დაადასტურებს ალბათ რომ ყოველთვის იყო დახურული და ადამიანები რომლებიც არ შედიოდნენ მისი უფლებამოსილება ახორციელდებოდა კომისიაზე, ცხადია ჩვენ ვერ ვერევოდით და არ ვღებულობდით ინფორმაციას რა ხდებოდა იმ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში, ვინ მისთან დადიოდა, ვინა ფუნქციას ასრულებდა, ამ შემთხვევაში მე ვერ დაგიდასტურებ და იმასაც გეტყვით რომ არ არსებობს თქვენ ვერ ამოიღებთ საკრებულოს სლომას იმის შესახებ რაც მე არ ვწოდნია, იმის შესახებ რაიმე განცხადება გამეკეთებია ყოველთვის, როდესაც მოდიოდა ნაციონალური მოძრაობიდან შეტევები კომისიასთან მიმართებაში, ბატონი თამაზი ან ბატონი კახა ან ის ადამიანებიც ან თამაში ჩახედულები იყო. მე შემიძლია თქვენ თვლით რომ ბატონი თამაზის მისამართით განხორციელებული ეს ბოლო პერიოდის მოვლენები თქვენი გადასახედიდან და თქვენი თანაგუნდელობის გადასახედიდან სამართლიანია. იქ რამოდენიმე მიზეზი დასახელდა ბატონი თამაზის ალბათ შეეხება ჩემთვის ორი რამ მნიშვნელოვანია, ერთი ის რომ კომისიის შემადგენლობა თავად დატოვა იმ ადამიანებმა, რომლებიც კომისიის თავმჯდომარის მიერ იქნა დანიშნული და ადამიანები, რომლებიც წარდგენილი იქნა მერიაში, არ ვიცი მე იქ რა პროცედურული დარღვევები იყო, ამის შესახებ ჩვენ წინა იურისტებსაც იყო აქ ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შემდეგ ეს ადამიანები არ დაინიშნენ. ამიტომ ჩვენთვის თავარი მომაზრეებელი ძალა იყო ეს და უმრავლესობამ, როგორც ნახეთ, გუშინ 13 ხმით გადაწყვიტა, რომ ბატონი თამაზი ამ შემთხვევაში ჩამოშორებულიყო კომისიის თავმჯდომარედ.
ბატონო დავით, ნაციონალური მოძრაობა თავიდანვე აკრიტიკებდა კომისიას, მის შემადგენლობას. დღეს უკვე თქვენ მესამე თვალის გადასახედიდან აფასებთ ამ პროცესებს, მიუხედავად ამისა, ორივე მხრიდან საკმაო ბრალდებები ისმის. ქართული ოცნება პატრიოტებთან ალიანსში ადანაშაულებს ნაციონალურ მოძრაობას, პატრიოტები პირიქით ქართულ ოცნებასთან ალიანსში მართლა მაინტერესებს, სადღი ხართ, რა პოზიციის შენარჩუნებას აპირებთ და როგორ ფიქრობთ, მიიღებთ თუ არა, არ დაუჭირეთ თქვენ მხარი ბატონი თამაზის გადაყენებას. უახლოესი დღეებში დაანონსებული არის და თავად აცხადებენ ახალი ფრაქციის წარმომადგენლები პრივატულ საუბრებში და რატომღა ჯერჯერობით ხმამაღლა ამის გაცხადების არ ვიცი ეშინიათ, არ ვიცი თავს არიდებენ, რომ უახლოესი დღეები ბატონი თამაზ მარგველაშვილის გადაყენების თვის დაგეგმილ პროცესებს მიეძღვნება, მაინტერესებს თქვენ რა ინფორმაციას გიხართ. პირველი მინდა ნაგითხრათ, რომ ის რაც თქვენ ბრძანეთ ახლა რომ არ დაუჭირეთ თქვენ მხარი ბატონ თამაზის გადაყენებას ეს არ იყო, ჩვენ არ მივიღეთ ამ პროცესში მონაწილეობა. მე მგონი ძალიან სრულყოფილად ჩვენ ამოვწურეთ უკვე ეს თემა, არაერთხელ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ავხსენით თუ რატომ არ ერევა ნაციონალური მოძრაობა ამ პროცესებში. ეს ელემენტარული არის. თუნდაც ხუმრობით გუშინ გადაცემა აქცენტებში ვიყავით მე და ბატონი მამუკარდელაძე და იქ მე აღვნიშნე და გავიმეორებ ნანა რა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ის პირობითი უმრავლესობა, რომელიც ახლა არის საკრებულოში წარმოდგენილი, მხარს დაუჭერს ნაციონალური მოძრაობის რომელიმე საკრებულოს წევრს, რომ ის გახდეს ან საკრებულოს თავმჯდომარე, ან კომისიის თავმჯდომარე, ხო მაშინ ჩვენ მივიღებთ ამ პროცესებში მონაწილეობას, თორე ვერანაირად ვერ მესმის, ახლა რატომ უნდა მივიღოთ ან ვინმეს გადაყენებაში, ან ვინმეს არჩევაში მონაწილეობა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ეს კომისიაც რა თქმა უნდა გააგრძელებს ფიქტიურ მუშაობას და ჩვენ იმ პროტესტს თავის დროზე, როდესაც ამ კომისიის მიმართ უნდობლობას ვაცხადებდით და არ ვენდობოდით ამ კომისიას, იმიტომ კი არ ვაცხადებდით, რომ თქვა იმ ხალხის თქვათ ის ხალხი ვინც იყო ამ კომისიაში დაკომპლექტებული, ის ხალხი არ მოგწონდა. ჩვენ ვიცოდით, ვისაც აკონტროლებდა ეს კომისია. და რატომღაც, ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს, მე მგონი, რომ ეს დაძაბულობა გაგრძელდება, თუ კი გაგრძელდება, თქვათ იმ ყოფილ მოკავშირეებს შორის, უფრო მეტ ინფორმაციასაც გაიგებს კიდე ქალაქი და ბევრი რაღაც საინტერესო კიდე რაღაც თემები ალბათ წამოწდებათ ერთმანეთის მიმართ ბრალდებები და რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და ყველაფერზე ჩვენ შეფასებებს გავაკეთებთ და ჩვენ კომენტარებს. რა თქმა უნდა, მომავალი საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენ გულისხმობ ამას, როდესაც ვამბობ ნაციონალური მოძრაობის როგორც პარტიული ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა არის დღეს დემოკრატიული პრინციპები, თქვენ იცით, რომ საქართველოშიც ქუთაისშიც მაღალ დონეზე დგას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით შეუძლია სხვადასხვა დეპუტატებს სხვადასხვა არჩევანი გააკეთონ, ამად თუ იმ კენჭის ყრის დროს, მაგრამ პარტიის ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არის ესეთი, რომ ჩვენ ამ პროცესებში და ამ ფარში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მივიღებთ. მეორე კიდე, როდესაც ჩვენ ეხლა ბატონ თამაზს უსმენდი და ბატონმა თამაზმა ხო ჯერ ერთმა დატოვა, მეორემ დატოვა ბატონ მამუკაც იყო იქ კომისიის წევრი, ხო ბატონ მამუკას ჩვენ გვაყვედრი და საკრებულოს დომებზე, როდესაც ჩვენ ამ კომისიას ვაკრიტიკებდით, ხო არა თქვენი კომისიები იყო კარგი, ასენიშნავდით ხალხს და ესეთი არაჩვეულებრივი კომისია, ხო? არ ვიცი ახლა, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ესეთი ადამიანების ტრაგიზმის მომსწრეები ხვდებით ჩვენ ეხლა ქალაქში რაც ხდება, ხო მე ვფიქრობ, რომ ეს პიროვნული ტრაგედიებია ნამდვილად რა, როდესაც ადამიანებს პოზიციების შეცვლა და პარტიების შეცვლა უწევთ, ესე იგი, 3, 4, 5 ჯერ, ხო? ახლა ვინ არის ახლა რეკორდსმენი, ბოლოს ალბათ ამ საკრებულოს მოწვევის ვადა რო მოიწურება, ალბათ მაშინ დავიანგარიშოთ კიდე დავждეთ, ვინ რამდენჯერ მოასწრებს კიდე პარტიის გამოცვლას რა და იმიტომ რომ პოზიციის შეცვლა მე არ ვსაუბრობ, რომ პოზიცია შეიძლება მეც გქონდეს ერთი ამ რამე საკითხთან დაკავშირებით და ხვალ შეიძლება შევცვალო პოზიცია, ხო? მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თქვა პარტია შევცვალო ან თქვათ ის კურსი, რომელიც თუ კი მე რომელიმე პარტიის რიგებში ვარ, იმ კურსს უღალატო თქვა და სხვა კურსით წავიდე. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნია თქვენ გადაცემებშიც, რომ ის შეცდომები, რომელიც შეცდომებიც იყო ჩვენი ხელისუფლების ყოფნის დროს, იმ შეცდომებს ჩვენ ვაღიარებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რა თქმა უნდა, ეს შეცდომები
არ განმეორდეს, მაგრამ მე მიკვირს დღევანდელი ხელისუფლების, რატო აძლევს ეს დღევანდელი ხელისუფლება ზუსტად მიტომ მოვიდა, თქვა და მიტომ დაუჭირა მოსახლეობა მას ხარი, რომ ის აცხადებდა, რომ თქვა ძალოვნები იქნებიან აპოლიტიკურები, თქვა რაღაც სამართლიანობის აღდგენები დაიწყება, ბიზნა ივანიშვილი მილიარდებს დახარჯავს, ანუ არც ერთი ეს დანაპირები, ხო, მე არ ვამბობ ახლა იმ სოციალურ რაღაც პროექტებზე და იმას უკვე აღარ ვეხები რა, იმიტომ რომ ამ შეფასებას თვითონ მოსახლეობა აკეთებს ყოველდღიურად და ყველა უყურებს, რომ ქუთაისი უკან მიდის, ძალიან კატასტროფული ნაბიჯებით უკან მიდის, მე გეუბნებით უბრალოდ აი ეს მთავარი დანაპირებები, რაც იყო ამ ხელისუფლების არც ერთი ხო არ სრულდება რეალურად, ხო? იმაზე მეტი ალბათ პოლიტიზირებულია თუ როდესმე ყოფილა საქართველოს ისტორიაში ახლა ის სპეცსამსახურები და ის ძალოვანი სტრუქტურები თუ როდესმე ყოფილა. იმიტომ რომ ჩვენ ერთ რამეს კიდე ალბათ ვაკვირდებით და უყურებთ იმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ და მხოლოდ რატომღაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხდებიან დევნის ობიექტები და თუ კი იმ საკრებულოებში ან თქვათ იმ თვითმმართველ ორგანოებში, რომელიც მარტო ქუთაისი არ მომფეხლება მთელი საქართველოს გულისხმობ, თუ კი ეს რაიმე კანონდარღვევას რატომღაც პროკურატურა ან ძალოვანი აღმოაჩენს, რატომღაც იმ ხალხს ეს არ ეხება, რომლებაც უკვე მოასწრენ და გააფორმენ, ესე იგი ხელშეკრულება ოცნებასთან და უკვე არიან ოცნების წევრები. ისინი ხო იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და როგორ შეიძლება ესე გინდა თუ არა თურმე ვინც დარჩა ის ყოფილა ყველაფერში დამნაშავე და ამ ხალხმა ვინც მოასრულა გარეკა ესე იგი და გამოიცვალა და მერე კიდე გამოიცვალა და მერე კიდე გამოიცვალა იმ ხალხთან არ არის შეკითხვები არასოდეს ძალოვნებს არ არის. ჩვენ სტუდიაში ხალხთან მერე მეშველიანი რომ მას ოცნებასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. არა, ოცნებასთან ბატონ მერაბს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, იმიტომ რომ თვითონ თავისი ფრაქციის წევრებით და თავისი ესე რომ ვთქვათ პოლიტიკური შეხედულებებით ეხლა ამ წუთში კოალიციაში არის, ოცნების კოალიციაში არის როგორც ფრაქცია ეხლა ხო ეს ღიათ არის დაფიქსირებული და მე მგონი არც მერაბი არ მალავს ამას და კიდეც რო დამალოს აზრი არ ექნება ამას ხო ოცნებასთან ერთად მოქმედებენ ეხლა ხო აი თვითმმართველობაში საკრებულოში ოცნების ფრაქცია და ფრაქცია ჩემი ქალაქი ერთად მოქმედებენ და ყველა საკითხს ერთად გადიან, კონსულტაციებს გადიან ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ეს უდაუარი უბრალოდ რა. რაც შეეხება პატრიოტების თემას, ეხლა ხო ეს ბრალდებები მესმის თანა რომ ალბათ უფრო გასაგები არის, იმიტომ რომ ის ძალთა ბალანსი კიდე ბოლომდე შეიძლება არ არის გადანაწილებული და ის დეპუტატთა რაოდენობა, თქვათ, ქართულ ოცნებას სრული კონტროლისთვის, თქვათ, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის იგნორირებით, მე გულისხმობ, გადაწყვეტილებები მე მიიღონ არ ყოფნით, რა თქმა უნდა, ხმები და ორივე ძალა შეეცდება ამ სიტუაციაში, რომ რა თქმა უნდა, რაღაც ჭრილი მიაყენონ ნაციონალურ მოძრაობას და ერთი შეეცდება თქვას, რომ ოცნებასთან არიან ესენიო კავშირშიო, მეორე შეეცდება რა თქმა უნდა დაგვაბრალოს, რომ პატრიოტთა ალიანსთან არიან კავშირშიო, მე გეტყვით, რომ აბსოლუტურად თუ არა საკუთარი საქმე, საკუთარი პარტიის ფრაქციის გადასარჩენად ნაციონალური მოძრაობა წავიდეს რაიმე ტიპის შეთანხმებაზე, ამ შემთხვევაში საჯარო სამსახურებიდან პარტიული ნიშნით დათხოვილი არის თქვენი წარმომადგენლობა, ეს შეიძლება იყოს საკმაოდ სარფიანი გარიგება, ამ ადამიანების აქტიურ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ხო? ამ ადამიანების მისამართი, ანუ გარკვეული სარგებელის ფონზე აპირებთ თუ არა რომელიმე ძალასთან გაერთიანებას. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი სარგებელის ფონზე აღარ ვაპირებთ არავისთან და არასოდეს არ ვაპირებთ თანა და მით უმეტეს სისულელე გამოვა ჩვენ მხრიდან ამაზე საუბარი ეხლა, როდესაც რამოდენიმე თვე დარჩა არჩევნებამდე რა. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ეხლა ყველანაირი ძალით ხელისუფლების მადლობლები ვიქნებით, პირდაპირ გეუბნებით გულწრფელად, ხამაღლავან ფამას, თუ კი ვინმეს კიდე მოძებნის ჩვენ აქტივისტებს სამსახურიდან გაანთავისუფლებს. ხალხის მობილიზებას უფრო მოახდენს ამითინ და რა თქმა უნდა ჩვენ მხარდაჭერთა რაოდენობას გაზდის ამ რეპრესიებით კიდე უფრო თქვათ დაანახებს ხალხს თურისთვის არის ის მოსული. ამიტომ ამის ჩვენ არ გვეშინა. გასაგებია ბატონო მე მაინტერესებს რას უნდა ელოდეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამ შემთხვევაში რამდენად გეგმება რამდენად პირველი ეტაპი კომისიის თავმჯდომარეობიდან მის ჩამოსშორება და შეგწევთ კი ძალა რა ქალბატონო რა შეკითხვა სხვა უკვე ვიცი უკვე რა შეკითხვა სხვა ვიცი არა ნუ ამ შემთხვევაში კი ვიცი რა შეკითხვა გეტყვით კი ბატონო ვაპირებთ რომ უნდაო შექმნას ვიცი რა შეკითხვასაც ერთი ის რომ უკვე შერჩეული ყავთ იქნებ როგორ არა შერჩეული არა რა შეკითხოს ვიცი ნანა რა შეკითხვასაც დამისვამ ვიცი პასუხო შიგაგარჩევებს ადგილი ქონდა დავით დვალმა და აკაკი სიხარულიძემ ჯერ კიდევ არავაკანტური თანამდებობა ვერ გაიყვეს ორივე დააზავეთ იმით რომ უკვე შეერჩიეთ ახალი
მომავალი საკრებულოს თავმჯდომარე იქნებ მითხრათ რა როგორ რა ხდება თუმცა იმასაც გეტყვით მესამე შეკითხვასაც დამსვენთქინდა გეტყვით იგივეს რა საკვირველი მესამე შეკითხვა რა შეიძლება იყოს ანა იმასაც ესე იგი ერთი ის რომ მე გამოეხმარო ბატონ დავითის პოზიციას ერთი ის რომ გუშინდელი გადაწყვეტილებებით ზოგადად გამოჩნდა ის რომ რაღაც ჯგუფი აწარმოებს უმრავლესობის შექმნას ეს უმრავლესობა შეიქმნება გარკვეული პრობლემები ორივე ფრაქციას აქვს სამივე ფრაქციას აქვს მინდა მითხრათ დაშლისა არის დაშლა ფრაქციისა როდესაც იდეურ თემებზე თანხვედრა ხდება ეს ერთი რაც იგრძნობა სამივე ფრაქციაში და ასევე შესაძლებელი არის რომ ფაქტია დაიშალოს მე რომელიმე ამას არ გამორიცხავ მოვლენებმა გარკვეული და ამის მინიშნება მე მაგალითად მომცა ამას რო გვიჩვენებს ეს ერთი მეორე თუ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ და როდესაც ეს ფრაქცია შეიქმნა გადაწყვეტილება მაშინაც გავაცხადეთ რომ მე მხარს უჭერ ქალაქის მერს და დარწმუნებული ვარ რომ ან ქალაქის მერის საშუალებით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი წარმატებები შედგეს ქალაქში. ხა ვის ამას შეიძლება არსებობდეს ბევრი შეკითხვები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც ბოლო პერიოდში იქნა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, იგივე ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით, იგივე თანხების მობილიზაციასთან დაკავშირებით, მე ამის თქმის საშუალებას მაძლევს. რაც შეეხება უშუალოდ რა იქნება ხვალესთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ამ წუთში კომისია როგორც ასეთი, კომისიას თავმჯდომარე არ აყავს. და ისევ თავმჯდომარის დანიშვნა კვლავ უმრავლესობის გადასაწყვეტია 13 კაცის და ეს აქტი დარწმუნებული ვარ არსებული განმდებლობის შესაბამისად შედგება და 13 კაცი კვლავ მიიღებს გადაწყვეტილებას არჩეული იქნება კომისიის თავმჯდომარე ვინ იქნება კომისიის თავმჯდომარე მე ამ წუთში ვერ გეტყვით თუმცა არსებული განმდებლობა ითვალისწინებს იმას რომ კომისიის თავმჯდომარე განმდებლობის მიხედვით არის დაწესებულების ხელმძღვანელი საკრებულოს პირველი პირი ან თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ამ შემთხვევაში ხოლო რაც შეეხება თემას იმის შესახებ და წადია იარსებებს ყოველთვის იარსებებს გარკვეული შენიშვნები ყოველთვის იარსებებს გარკვეული შეკითხვები კომისიის მუშაობის შესახებ და არაა გამორიცხული და მოსალოდნელია ისიც რომ ანალოგიური ტიპის შეკითხვები შესაძლოა იარსებოს მოვალ კომისიასთან დაკავშირებით, ამიტომ მოვალ კომისიას ამის თავმჯდომარეს მოუწევს კონტრარგუმენტების, კონტრაქციელების ჩადენა იმის გულისათვის, რომ აქ საქმიანობა ღონისძიებები უბრალოდ საჯარო იყოს და ნაკლებები დიახ. რომ თავის ტივილი იქნება, ვინც არ უნდა იყოს. ხო, რა თქმა უნდა, მე ვამბობ, რომ შეკითხვები. ხო. ამიტომ ბოდიშ კი არ გაწყვეტიებს სიტყვას, შენ ხო გუში ბატონო თანაზმა აიკითხა ის სახელები და გვარები თუ ის ვიყავდა სახელმძღვანელი თანამდებობებში. დიახ. გვარები წაიკითხა, ხო? ამოიკითხა იმ გვარებს. იმ გვარებიდან რატომაც დარბაზში რაღაც ქალბატონი მზადდებოდა, არის ქალბატონი ის ქართული ოსტების წარმომადგენელი იყო და მათიდან ორია მარტო ქართული ოსტება. დავით. ინფორმაცია მერაბ რომ თავიდან ბოლომდე ქართული ოცნება იყო ის გვარები, რაც წაიკითხა გუშინ ბატონმა თამაშმა. მე არ ვაპირებ. ესეც მითო გაკეთდა, მე დარწმუნებული ვარ ამ კომისიის სრულები, რომ იმ საცოდავ მეოცნებე ხალხს, რომელიც თავის ოცნებებში დარჩენ, რომ ვითომ პატრიოტებს გადააბრალონ, ახლა მითო არ დაგნიშნე რა. იმ პატრიოტები იმაშობენ, ვაკეთებდნენ ამასო რა. როდესაც კომისიაზე მიდის ამ საუბრები, არის თემები, რომელსაც თქვენ აკრიტიკებთ, არის თემები რომელსაც თქვენ იცავთ. მე მგონია ბოლო თემა რომელსაც თქვენ გააკეთეთ ამ წუთში დაცვა ეს თქვენი არა დაცვა არის ხო თუ დამთავრებია ერთი წუთი არ ვაკრიტიკებ შეიძლება შეიძლებოდა ბატონ თამას იგივე კომენტარი გააკეთებია იმიტომ რომ ის ინიციატივა რაც გააკეთა ბატონმა თამასმა მისმა მომდა ამიტომ ბატონ თამას შეეძლო ეს ინიციატივა ან ამ თემის შესახებ მას ესაუბრა მე მიკვირს თქვენ რატო გამოდიხარ ამ თუ შეიძლება დავამთავროთ ამ კომისიის ეს არა მე იგივეს ვამბობ რომ აცალეთ ბატონ თამას შეუძლია როგორც იმ კომისიას არ ვენდობოდი თქვა აი ახალ კომისიას კიდევ კი ბატონო ამიტომ იგივე გაგრძელდება თქვა ეჭვი არ მეპარება და გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება წინა კომისიის მუშაობამ მოგცა ჩვენ გარკვეული გამოცდილება იმისა ძალიან ბატონო გარ ნუგუშთხარსა მოგცა გარკვეული გამოცდილება იმისა რომ კომისიამ ისეთი ქმედება უნდა დაგეგმოს რომ ნაკლები იყოს შეკითხვები იგივე საჯაროობა და თუ შეიძლება მე პირიქით მომეჩვენა რომ ორი ერთზე ხართ ხეს ან სამი ერთზე გადაცემის მეორე ბლოკში ბატონო თამას გვექნება ამის საშუალება რომ თქვენ გაცეთ კითხვებს პასუხი ბატონო ერთი წუთი ეს კრიტიკა აკადრეთ იმას ვინც ღებულობს და მე არ მივიღებ თქვენგან აკრიტიკა ძალიან კორექტული რეკლამის შემდეგ არ მეკადრებია თქვენთვის ეს ირონია და
არც თქვენთვის ჰოსპიტალში და მის მართვაში მყოფი ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო გთავაზობთ მაღალ ტექნოლოგიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებს, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალთა გუნდს, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე. Talk-show-ს პარტნიორია სამშენებლო კომპანია ტოვბე. რადიაქციის სპონსორია კლინიკა ბომონდი. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკის შერჩევისას? შემადგენლობა. აქ კომისიის შემადგენლობა ვინ დატოვა, როგორ დატოვა და რატომ დატოვა, ეს ყველასათვის ცნობილი არის და მოვიყვან ერთ შედარებას, როგორც იცით, ბატონმა კაკო სიხარულიძემ დაწერა განცხადება საკრებულოს დეპუტატობიდან წასვლის შესახებ, ესე უნდა დაეტოვებია ქუთაისის საკრებულო მას როგორც დეპუტატს. ამ განცხადების შემოტანიდან კანცელარიაში რამდენიმე წუთში ჩემთან დარეკა ბატონმა მამუკა ღუდელაძე და მეუბნება რომ არ გაახმოვანო ეს განცხადება, იმიტომ რომ მიდის მოლაპარაკებები ბატონ კაკო სიხარულიძესთან და ალბათ გადაიფიქრებს ამ თავის გადაწყვეტილებასო და არ გასულა 2 საათი და მართლაც ბატონმა კაკომ დაწერა ახალი განცხადება. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ასეთივე მოლაპარაკებები მიდიოდა ალბათ იმ კომისიის წევრებთან რომლებიც მთელი ამ 7 თვის განმავლობაში მუშაობდნენ თავდაუხრილად და კეთილსინდისიერად დასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და როდესაც დაამთავრა კომისია მუშაობა, შემდეგ თანდათანობით იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ კომისიის შემადგენლობა. ეხლა რაც შეეხება ერთი თემა თუ შეიძლება აკაკი სიხარულიძესთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაყენდა ის საკითხი, რომ საკრებულოს გამოეტანა როგორც ბიუროზე, ასევე სხდომაზე მისი დეპუტატად ცნობის თემა, რატომღაც არც ახალმა ფრაქციებმა და არც პატრიოტებმა ამ თემას გამოხმაურება ვერ პოვა. შეგნებულად აარიდეთ ამ თემას თავი, თუ რა ხდება? მოგახსენებთ ქალბატონო და არავითარი თავის არიდება არ მომხდარა. არის ორივე განცხადება შემოსული, დევს საკრებულოს იურიდიული კომისიის 2 დასკვნა. ამასთან დაკავშირებით 2, იმიტომ რომ ჯერ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა და დაწერა პასუხი და შემდეგ როდესაც მოთხოვე რომ მას არ უნდა უფლება ერთპიროვნულად გაეცა პასუხი და მიიღო გადაწყვეტილება, შემდეგ ჩაატარა სხდომა და უკვე სხდომის ოგთან ერთად მოიწერა შემდეგ მეორე პასუხი. ეს დოკუმენტაცია ძევს ქუთაისის საკრებულოს კანცელარიაში. გუშინ იქნა დაყენებული ბატონი დავით გოგისვარიძის და ბატონი გია უკლებას მიერ, რომ ამ საკითხის მოსმენა მოხდეს რიგით სხდომაზე და აპარატმაც გუშინვე ითხოვდით, მაგრამ გუშინ ვინაიდან იყო რიგარეშე სხდომა და რიგარეშე სხდომა ინიშნება განსაზღვრული დღის წესრიგის მიხედვით, ამიტომ არ შეიძლებოდა რომ დღის წესრიგში ჩვენ შეგვეკვეთანა ცვლილებები, ამიტომ მოხდა მოლაპარაკება და შეთანხმება იმაზე, რომ ჩვეულებრივ რიგით სხდომაზე მოხდება ამ საკითხის მოსმენა. ასე რომ არავის არ აურიდებია. მე რატომ ვითხოვდით ჩვენ თქვათ აკაკი სიხარულიძეს თქვათ საკითხის საკრებულოს სხდომაზე. ჩვენ ხო ვიცოდით რომ თქვათ იყო საკრებულოს საატესტაციო თვითმმართველობის საატესტაციო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი, ხო? აქედან გამომდინარე ის ადამიანი თუ თქვათ და რაღაც გარემოებების გამო აღმოჩნდება რომ არალეგიტიმური დეპუტატი არის და კენჭისყრაში მონაწილეობდა, თუნდაც ბატონ თამას გადაყენების საკითხი ავტომატურად იქნება არალეგიტიმური. ხო და ჩვენ ვამბობდით თამას გააგვაგებიეთ ჯერ ეს კაცი არის საკრებულოს დეპუტატი თუ არა იმსჯელოს ამას საკრებულომ თქვა, რატომღაც თქვენ არ დაგუჭირეთ ხარ და არ შეიტანეთ დღის წესრიგში. ესე იგი, ქალბატონო თუ შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით ვიტყვი შემდეგს, რომ ერთი ის რომ ბატონმა კაკომ ერთის დაწერა განცხადება, მას რა პროცედურები ახდა შინით და ვინ რა დარეკა, არ დარეკა, ეს შესაძლოა ცალკე ვიმსჯელოდა ბატონმა თამაზიმ ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობას უკვე საბუძველი მისცა, იმიტომ რომ მამუკას დაურეკია და ახალი ინფორმაცია ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომელიც გაჟღერდა ქალაქის პირველი პირის მიერ და მეორე ის რომ ამ ადამიანმა დაწერა განცხადება, მიმართა ბატონ თამას კომისიამ იმსჯელა ამ შემთხვევაში და მიზანშეწონილად არსებული გამომდევლობის მიხედვით ჩათვალა რომ ეს საკითხი არ უნდა დამდგარიყო საკრებულოს სხდომაზე. საინტერესო არის ის რომ რიგარეშე სხდომაზე თავად ნაციონალური მოძრაობის მიერ ხდება ამ საკითხის დასმა. ანუ თქვენ ალიანს არ გამორიცხავთ? მე არ გამორიცხავ, მე ლოგიკა ამ წუთში აქეთ მიდის.
ერთი ის რომ არა ლოგიკა არის ის რომ პატრიოტების და ნაციონალების თანხმედრა ვერ მოხდება, მაგრამ უბრალოდ რაც ბატონმა დავითმა რაც თქვა, ბატონი დავითი არ უნდა ფიქრობდეს და არ უნდა ზრუნავდეს ამ შემთხვევაში გუშინ 12 ხმა იქნება და თუ 13 იქნება თუ 14 იქნება. ეს მისი თემა არა, ლოგიკურად არა მისი თემა. მოდი მაშინ სხვა თემას გუშინ ბიუჯეტი განვიხილოთ. კი, დავამთავრე თუ შეიძლება. ხო. ანუ ის თუ არალეგიტიმური დეპუტატი მონაწილეობდა იმ კენჭისყრაში. ანუ ეს შეიძლება გახდეს რიგი ეს ყველაფერი სასამართლო დავის საგანი შეიძლება დავამთავროთ. თუ შეიძლება დავამთავროთ, ერთი ის რომ საეჭვო თანხმედრა არის, ეს ერთი მეორე. მე როგორაც ვიცი, ბატონი კაკოს თემის ამ გააქტიურებას პოლიტიკურ ჭრილში თუნდაც გავიხილოთ. მე ვიცი რომ პატრიოტთა ალიანსი უჭერს ხალხს რომ ამ თემებზე განხილვა მოხდეს. არ ვიცი ბატონი თამას დამეთახება თუ არა, მე ეს ბიუროზე როგორც ასეთი ვიმზერი, ანუ ნაციონალური მოძრაობა სვა საკითხს კაკოსთან მიმართებაში და პატრიოტთა ალიანსი მხარს უჭერს რომ ამ თემებზე განხილვა. თუ შეიძლება დავამთავროთ. დიახ. კი ბატონო, მაგრამ თქვენმა დეპუტაციამ მოითხოვა რიგარის შესყიდვა, ასევე მოითხოვეს ჩვენ არ გაგვიჟღერებია იქ ჩემმა ქალაქმა მოითხოვა თუ ქალაქის მომავალი. კი ბატონო, ამიტომ არ არის აუცილებელი ბატონო მერამ დავასახელებ. მე ვამბობ, საკრებულოს დეპუტატებმა ბიუროს წევრებმა მოითხოვეს და ეს იქნა გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში, როდესაც ბატონ გიას ხშირად როდესაც თემებს წევს, ხშირად შეკითხვა ისმის, მე ხშირად ვისვამ ბატონ გიას შეკითხვას, ეს მისი პოზიციაა თუ ფრაქციის პოზიცია, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში მე ვამჩნევ, რომ გიას პოზიცია მისი ფრაქციის წევრებისგან განსხვავდება. ამიტომ გუშინ დასმული საკითხი, როდესაც ბატონი ორი ფრაქცია საუბრობდა, იყო თანხმედრი პოზიცია, ამიტომ იმისთვის რომ დააყენონ საკითხიდან გავიდეს, საკითხი საერთოდ ბიუროზე გავიდეს, ან საკრებულოზე გავიდეს, მას სჭირდება გარკვეული უმრავლესობა, ეს უმრავლესობა თუ კი მოხდება, შესაძლებელია შეიქმნას პატრიოტები პლუს ნაციონალური მოძრაობა, ამ შემთხვევაში ეს ერთი და მეორე. ზოგადად პოლიტიკური თემატიკა იქცა, მაგრამ სამართლებრივად რომ ვიჯეროთ, ხალბატონანა საფუძველი და ნიადაგი იმისა, რომ ბატონი კაკოს შესახებ თემებზე, ამ თემაზე მიმდინარეობდეს საუბარი, არ მგონია დღესასწაულში დადგეს, იმიტომ რომ სამართლებრივად ადამიანმა დაწერა განცხადება, მანამ სანამ საკრებულო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მანამდე ეს ადამიანი უფრო მოსილი პირი არსებობს, სანამ საკრებულო არ მიიღებს, ეს ერთი მეორე. თუ ზოგადად ამ საკითხების დაზრა დადგება, რაც მეეჭვება, იმიტომ რომ შეიძლება გარკვეული პროცედურები წავიდეს, მაგრამ სამართლებრივად არსებული განმდებლობა ხელშეუშლის განუცემლობის რომ ეს თემები გავიდეს საკრებულოს სტომაზე, კიდევ ერთხელ თუ ეს საკრებულოს სტომაზე გავა კი ბატონო, უმრავლესობა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ მე ეჭვება რომ ამ თემასთან დაკავშირებით დამატებით საუბრებს გასაგებია. ბატონო მე რა მაბატია ბატონო თუ შეიძლება გასაგებია რატომ უნდა გახდეს უბრალოდ მოსმენის ესეც ეს საკითხი ელემენტარული არის ის რომ ბატონო კაკობლოდესაც გააკეთა განცხადება წასვლის შესახებ და შემდეგ უკან დაბრუნდა მან გაავრცელა მიზეზი თუ რისთვის აპირებდა წასვლას და იქ მიუთითა რომ საკონკურსო საატესტაციო კომისია მუშაობდა ცუდად და ამიტომ აპირებდა წასვლას, რომ რაღაც კვოტირებების წესი იყო და ამიტომ აპირებდა წასვლას და ასევე თქვა, რომ სკვერებისა და გაზონების სათავისოდ გაიჯარებაზე იყო ლაპარაკი. სათავისოდ გაიჯარებაში მე არ ვიცი რა იგულისხმება ბატონო კაკო, მაგრამ მე გუშინ საკრებულოს სტომაზე გავაკეთე განცხადება და იქ სადაც აღვნიშნე, რომ ის 7000 კვადრატი, რომელიც თითქოს მე სათავისოდ ამაქვს გაიჯარებული ამ აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, აქედან 1700 კვადრატი ძალიან კარგად იცის ბატონმა ლევან კირკიდაძემ თუ ვის აქვს წაღებული, ასე რომ 7000 კვადრატი სათავისოდ არ გამომიყენებია და როდესაც ბატონი კაკო საუბრობს სხვა იჯარების გაცემაზე, კარგი იქნება თუ გადახედავს იმ 5000 კვადრატულის დარეგისტრირებაში რატო არ გაუწდა პროტესტი, რომელიც მის საკუთრებაში არის და როგორ მოხდა, ჯერ ის გადავხედოთ. ის გადავხედოთ. არ არის ბრალდება აკა, როცა ის მეუბნება რომ უკანონოდ გააკეთე გასხვისება, გაიჯარება შევისწავლოთ, იქნება ის 5000 კვადრატი, რომელიც მან დაარეგისტრირა, რომელი წელი იყო, როგორ იყო, მე არ ვიცი, ხო, იქნება ნულოვანი აუქციონი გაკეთდა, შეიძლება უფრო ძვირად გაკეთებული და სახელმწიფოს უფრო მეტი შემოსავალი ქონოდა. ამიტომ მეუბნები, აი ეს მაცადეთ ბატონო მერაბ, აი ეს არის ზუსტად ერთი, რაც ბატონმა გააკეთა და ბატონმა კაკომ გააკეთა და აუცილებელი არის და რაც შეეხება მეორეს. ბატონო მერაბ, აი მათი დეპუტატის ხელმოწერა საიდანაც შეიქმნა ეს ორი ახალი ფრაქცია და მესამე ძველი ოცნება, რომელიც მიყენებენ მე ბრალდებად, რომ კომისია ვერ იმუშავა
რატო ვერ იმუშავა და საბოლოო შედეგი არ იქნა მიღწეული. საბოლოო შედეგი არ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ კომისიაზე ამოსული იყო კომისიის სხდომაზე ამოსული იყო ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მან კომისიის ყველა წევრის წინაშე თქვა, რომ მისთვის ცნობილია ამ წარდგენილი კანდიდატების გვარები, რომ ის 2 დღეში გაიცნობს თითოეულ მათგანს, შეხვდება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ასე რომ ვადის დარღვევაზე აქ საუბარი უკვე ზედმეტია, მით უმეტეს მამთხოვა მე და ჩავიტანე და ყველა CV აბსოლუტურად მას განხილული ჰქონდა და წარდგენილი ჰქონდა და მხოლოდ იყო დარჩენილი, რომ პირადად გაცნობოდა მას. ასე რომ მამატიეთ დავამთავრებ, ასე რომ ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც თქვენ მიწერთ მე აქ ბატონო მერა თქვენი ხელმოწერაც არის აქ გდელაძის, კირკიტაძის, სიხარულიძის, ბოჭორიშვილის და ასე შემდეგ ყველას ხელმოწერები არის, ეს არის აბსურდული ბრალდები. ესე იგი, რაც შეეხება ზოგადად კაკოს თემას, რაც შეეხება თუ ჩვენ გვინდოდა გუშინაც ქონდა შემთხვევა იმისა, არსებული კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოხდარიყო ამ ადამიანთან თუნდაც იქვე იდგა და შეკითხები, მაგრამ ეს იდეა დათო ზოგადად გაგვეგო რა ხდებოდა არ იყო, გუშინ თავარი მიზანი იყო, რომ ბატონი კაკოს თემა დამდგარიყო ორ ჯგუფის თანხვედრით, რომ ლეგიტიმაციას 13 კაცის შემადგენლობას პრობლემა ქონოდა. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება კაკოსთან დაკავშირებით ან ბატონ ლევანთან დაკავშირებით საკითხს მე ამის შესახებ არაფერი თუ ვიცი შეგიძლია პირდაპირ ვითხრათ ამ ადამიანებმა გასცენ საერთოდ როცა აწერენ ხერს მაგ უნდა იქნას ინდისის კეჯდა როცა სხვა ბრალდებას ხო მაგით აკეთებ კი ვიცი ჩემზე არ ამბობ მე ვიცი ჩემზე არ ამბობ ამიტომ ჩემს წინააღმდეგ მე პასუხი უნდა გავცე ერთი წამით მოგეცემათ ბატონო დავით მაგის საშუალება რომ პასუხი გავცე ბატონო გოჩა იქნებ გითხრათ თქვენი სტუდიაში მოსვლის მიზეზი ამ შემთხვევაში თქვენს თანაპარტიელს თანაგუნდელს ბატონ თამაზ მარგველაშვილს იცავთ მოდით საყვედური სათქმელად ყოფილ თანაგუნდელთან მერაბ მეშველიანთან თუ უფრო ყოფილ თანაგუნდელთან ნაციონალ დავით გოგისვანიძესაც რომელიც ისევ რჩება ნაციონალებს მინდა მივესალმოთ თქვენს რადიო მსმენელს მოგესალმოთ თქვენ ჩემი მოსვლის მიზეზი ის არის რომ შევიტანო უფრო მეტი სიცხადე იმ მოვლენებში რომელზეც ძირითადად საუბრობთ ვინმისთან გარიგდა პატრიოტთა ალიანსი გარიგდა ნაციონალურ მოძრაობასთან თუ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნების კოალიციის მხარდამჭერი ფრაქციები გარიგდნენ ერთმანეთთან ამას დიდი თქვათ არ ჭირდება გონების დაძაბვა ამაზე ფაქტები საუბრობს მე მინდა ქალაქის საზოგადოებას ვამსნო რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ პოლიტიკური ავანსცენიდან გაიყვანა ნაციონალური მოძრაობა მე დავაანონსე თქვენს წინა გადაცემაშიც რომ ეხლა ქართული ოცნება ისევ მესამე თვალს აუხელს ნაციონალურ მოძრაობას თქვა მართლაც ეს ასე მოხდა და გუშინ ჩვენ ამ ფაქტის მომსწრე ვიყავით რომ სრულად გარიგდა ერთმანეთთან ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება იმდენად რომ დღეს რომ ყველა თქვა არც კითხვა დაგისვამთ არც არავის შეხმიანებია მე მინდა ერთი რამ თქვა გუშინ საკითხის გადაწყვეტას კომისიის თავმჯდომარეობიდან ბატონი თამაზის გადაყენება სჭირდებოდა 13 ხმა 13 ხმა ვერ იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრის გარეშე ბატონი თავითის ფრაქციის წევრი არის ბატონი ამირან ხვადაგიანი რომელიც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარებს კარგია რადგან ნაციონალური მოძრაობის რღვევა ისევ გაგრძელდა მაგრამ როდესაც მათი მაჟორიტარი ამ კრიტიკულ პრინციპულ საკითხს ხმას აძლევს ეს იმას ნიშნავს რომ პარტიის პოზიცია უკვე სხვაგვარი არ არის უფრო მეტსაც გეტყვით საკითხი ბიუროზე წყდება დღის წესრიგში ჩაისვას თუ არა ბიუროს შემადგენლობაში ჩემს გვერდით ბატონმა დავით გოგისვანიძემ ფრაქციის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის და მეორე ფრაქციის თავმჯდომარემ გია უკლებამ ხმა მისცეს ბიუროზე ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმას წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჩაისმებოდა მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა აცხადებს იმას რომ ჩვენ ვემიჯნებით ამ პროცესებს და არ ვერევით ამ პროცესებში არ ერევი ნიშნავს იმას რომ შენი ქმედებით ან უოქმედობით ან დადებითად ან უარყოფითად არ აძლევ ბიძგს ამ პროცესს თუ დავით გოგისვანიძე და გია უკლება ხმას არ მიცემდნენ ბიუროზე ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმას ეს ვერ განიხილებოდა და თუ იმიტომ რომ დღის წესრიგში უნდა ჩაესვა მაშინ საკრებულოს ხდომას თვითონ მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ამაში მიეხმარეთ და იმის შემდეგ როდესაც ფრაქციის წევრი ხმას აძლევს ამ საკითხს გარიგებაც
თვალგაცლია უკვე და ყველაფერი. მე გეუბნებით რომ ქართული ოცნება ფრაქციები და ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ახალი ფრაქციები. ეხლა მე ბატონი ბერაბისადმი მიუხედავად დიდი პატივისცემისა, იმიტომ რომ ჩვენ ნათელი მირონები ვართ და მაგრამ პოლიტიკურად ვერ ვხედავ იმაში, აი სადღაც ჩემთვის გაუგებარია საკარებულო თვითონ წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელიც მერიის მაკონტროლებელი, აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგს ახორციელებს. ესე იგი, მერიაზე მონიტორინგს ახორციელებს და მერიას აკონტროლებს და პირდაპირ ფრაქცია აცხადებდეს იმას, რომ ჩვენ კონკრეტულად ხარს უჭერთ ქალაქის მერ შოთა მურღულიას ვინ არ არის მხარდამჭერი? მხარდამჭერია ყველა ნებისმიერი ფრაქცია, არ ამგონია ნაციონალური მოძრაობაც პიროვნულად სასიკეთო წამოწყებაში არ უჭერდეს ხარს შოთა მურღულიას თუ სხვა ვინც იქნება ქალაქის მერი, მაგრამ პირდაპირ შოთა მურღულიას ბრმად მხარდამჭერი ფრაქცია იქნებოდეს, ასეთი უბრალოდ ეს ანომალიაა საერთოდ საკრებულოსთვის და ეს ასამარებს თვითმმართველობის პრინციპს თვითონ. დიდი მადლობა. ბატონო დავით, თუ შეიძლება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონო მე დამადანაშაულა ირონიაში, ასევე დამადანაშაულე რომ ძალთა ობიექტურობაა. ყველაზე მეტი შენი ლაპარაკი დღეს მე. ბალანსი ნამდვილად არის, მე მგონი ამაში მაინც ვერ დამადანაშაულე, მაგრამ უმცირესობაში იყო. ბატონო დავით, იქნებ მითხრა. არ უნდა წახვიდე ჯერ საქმე გვაქვს, საქმე გვაქვს, საქმე. იქნებ მითხრა, საკმაოდ სერიოზული ბრალდებები იყო, საკმაოდ რთულია, მართლა ამიხსენე. მართლა გაოცებული ვარ რა ამ შეფასებებით ქართული ოცნება და პატრიოტთა ალიანსი რასაც საკეთებს. ესე იგი ორივე მხარე ჩვენ გთხოვს რომ იმნაირი გადაწყვეტილებები თურმე უნდა მიიღოს ნაციონალურ მოძრაობამ ან ერთ მხარეს ეს სიამოვნოს ან არც ერთი მხარის სიამოვნებაზე ნაციონალური მოძრაობა არასოდეს არ იფიქრებს რა. ამიტომ ჩემო მერაბ, როდესაც შენ იმ განცხადებას აკეთებ რომ ეხლა თქვენ გამოგივიდათო კაკო სიხარულიძის საკითხი რადგანაც დააკეთე პატრიოტთა ალიანსისადმი მხარდამჭერაო. სულ არ დავეძებთ მაგას ჩვენ ვის მხარდაჭერა გამოგვივიდა ეს თუ არა. სანამ ვიქნებით ჩვენ დეპუტატები ყოველთვის ჩვენ შევეცდებით რომ გავიტანოთ ის საკითხი რომ რაიმე უკანონობა საკრებულოში არ მოხდეს. ბატონ აკაკი სიხარულიძის შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ჩვენი აზრით არის უკანონობა მომხდარი. ცალსახად ორგანულ კანონში წერია, როდესაც საკრებულოს წევრი დაწერს განცხადებას და პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს ის საკრებულოს წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტას, ის ავტომატურად არის უკვე გადამდგარი და აღარ ითვლება საკრებულოს წევრად. შემდეგ დებულებაში საკრებულოს მიერ 2010 წლის მიღებულ დებულებაში არის ჩამოწერილი თუ რა შემთხვევაში იგივე თქვა იურიდიული კომისია მე ვფიქრობ ბატონო თამაზის შეცდომა იყო ეს არ უნდა დაეწერა ეს იურიდიული კომისიისთვის თუნდაც ბატონო თამაზი ამბობს რომ დააწერა იმიტომ რომ როგორც საკითხი შემოეტანა არაფერს ვაში არა იქ არის ზუსტად გაწერილი იმ რა შემთხვევებშია ესე იგი ჭირდება იურიდიული კომისიის დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ მე დასკვნა არ ვიტყვი ბატონო და მე ვუთხარი წარმოადგენთ არა ეს გასაგებია მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ის შემთხვევებში როდესაც საქმე აქვს სამართალდარღვევას საკრებულოს დეპუტატის მხრიდან და ეს არის სასამართლო აცნობებს ამის შესახებ საკრებულოს ან თუკი 6 თვის განმავლობაში ვთქვათ არ არის საკრებულოს წევრი არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში არ ესწრება კომისიის თომას ფრაქციის თომას საკრებულოს თომას ხო ამ შემთხვევაში დასკვნას დებს საპატიო მიზეზთაცენ და თუ არა ეს იურიდიული კომისია იკვლევს ამას სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუკი ის გარდაცვლილი არის ხო ერთმა დაგვიფაროს ეხლა რომელიმე ვთქვათ საკრებულოს წევრი ნამდვილად არ გაგვიხარდებააცაც თუკი ის გარდაცვლილი აქაც ვთქვათ მისი დასკვნა ჭირდება ამ შემთხვევაში კონკრეტულში როდესაც პირდაპირ საკრებულოს წევრი განცხადებას წერს დებულებაში ცალსახად არის ნახსენები რომ საკრებულო ცნობად იღებს საკრებულოს თომას დეპუტატის გადადგომის შესახებ განცხადებას კენჭისყრის გარეშე ანუ ეს რას ნიშნავს რომ კენჭისყრას არ ჭირდება არა წერია დებულებაში არ ვამბობ ტყუილს უბრალოდ შენ ახლა მითხრა რომ არ ამგონია მასე ზუსტად მასე წერია სიტყვა სიტყვით კენჭისყრის გარეშე ცნობად ღებულობს კენჭისყრის გარეშე ეს იმას ნიშნავს რომ მაგრამ საკრებულოს თომა უჭირდება ბატონი ბესო ბრიგადის დანიშნულან გათავისუფლება საკრებულოდან წასვლა მაინც გაიხსენეთ რა ან ლევან ჯაჯალიაშვილი როცა განცხადება წაწერეთ წავიდნენ ბესო ბრიგადის მიჩვენეთ თარიქნა გადაგანებული სანამ ბესო წავიდო და მე ვამბობ საოცარი საკრებულოდან წავიდა ან როცა ლევანი წავიდა ხო მაგრამ საკრებულოს თომა ხო მაგრამ საკრებულოს თომაზე წავიდა ხო მაგრამ საკრებულოს თომა უნდა მაგრამ როცა საწინააღმდეგო განცხადება შედგება რაც შეეხება ახლა პატრიოტთა მხრიდან ბრალდებას რომ მე გითხარით რომ პარტიის პოზიცია ამნაირ პრინციპულ საკითხზე ახლა გოჩა თევდორაძემ განაცხადა გოჩა თევდორაძისთვისა ეს შეიძლება პრინციპული საკითხი მაგრამ რატო უნდა იყოს ამირან ხადაგიანისთვის ან ნაციონალურ მოძრაობისთვის ახლა ეს პრინციპული საკითხი ვერა
რა პრინციპულ საკითხს ეხებოდა. და ადვილი შესაძლებელია ეს იყოს ღირსების საკითხი, იმიტომ რომ ამირა მხადაგიანი თამას მარგველაშვილი. ამას ძალიან ბევრი ახსნა. ჩვენი პოზიცია როგორც პარტიის პოზიცია ჩვენ დავაფიქსირეთ ღიად. ამ შემთხვევაში ბატონი ამირალის პოზიცია არ არის პარტიის პოზიცია, ის არის დეპუტატის პოზიცია და ვერაფერ პრობლემას მაგაშითაც ჩვენ ვექნებთ. კარგი იყო რომ ბატონი გოჩა მოვიდა, მან თავის შეკითხვაში და თავის გამოსვლაში ბევრი საინტერესო თემა შეეხო. კარგი იქნებოდა ბატონი გოჩა დარჩენილიყო, მაგრამ გადაწყვიტა გასვლა. ერთი ის რომ რაც შეეხება ზოგადად თვითმმართველობის კანონს და ზოგადად რაც შეეხება დემოკრატიულ პრინციპებს, მართლაც და მე არ მინდა ისე თქვა რომ ამ შემთხვევაში რაიმე ინღება, იმიტომ რომ ჩვენი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, ვერ ვიტყვით როდესმე რომ მაშინ გამოდისო იმ 9 წლის განმავლობაშიც ირღვეოდა თვითმმართველობის კანონი, იმიტომ რომ საკრებულოს უმრავლესობა ყოველთვის წარმოადგენდა ამ შემთხვევაში მერიის მხარდაჭერ მოძრაობას და უფრო მეტიც იყო შემთხვევები, როდესაც თავად მერი იყო პარტიის ხელმძღვანელი და ამ შემთხვევაში საკრებულო მასე და ამიტომ თვითმმართველობასთან დაკავშირებით ესთან დაკავშირებით არაფერი არ ირღვევა. ხო არა, არაფერი არა. ეს არის უბრალოდ ბატონი გოჩას პოლიტიკური ერთგვარი სვლა, რომელიც განპირობებულია ამით რომ ამ თემებზე დაიძრას, მაგრამ ამაში ქაოსს და ვერაფერს ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს გაკვირვებას არ იწვევს, უბრალოდ ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც მეურნე ადამიანია, რომელიც თავის საქმეც და თავიდვე მე გამოუცხადე და ფრაქციამაც გამოუცხადდა მხარდაჭერა ხელ შეუწყობილ ნაციონალურ მოძრაობასთან. მე ვერაფერს ვერ გეტყვით, რა ალიანსია საუბარი, არ ვიცი. ბატონი გოჩას პოლიტიკური სვლა და სადაც გასაგები არის, მაგრამ მე უფრო პოლიტიკური სვლა წეგალი ძახოთ და პატრიოტებთან ახავ გუში მე არ მithქვია რომ ეს 100 არის და არ გადამიდვია თავი-თავზე, მაგრამ არა საინტერესო რა არის იცი, გუში რატო ფიქრობა ამ თემაზე, ან რატო სვამ საკითხს, მაშინ გამოდის რომ არ იცი რეგლამენტი, შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, როდესაც სვამ საკითხს, როგორც ჩანს რეგლამენტი არ იცი რომ რიგარის შესვლაზე საკითხის დამატება არის, ანუ შეგნებულად სვამ ამ საკითხს, რომელიღაცა ორიდან ერთი. ჩვენ მოგიწევს ის რომელიმე ავარჩიოთ, რომელია. დაუბრუნდებით სხვა გადაცემებში, ბატონო თამაზ რეპლიკისთვის რო გრჩებათ და თქვენი ბოლო რეპლიკა. ეთერისთვის რა თქმა უნდა. მოგეთ აი ნუ ბრალდებებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს კიდევ არ დამთავრებული ესდება და თუ მომეცემა მომავალში სასწრაფოება ალბათ. ეს პირველი არაერთხელ მიუბრუნდებით. გავწობილად ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მტკივნეული იყო და მე პირად საუბარშიც გქონდა ამ თემებზე საუბარი ბატონ მერაბთანაც და სხვასთანაც, რომ ეს იყო ძალიან მტკივნეული ჩვენთვის, როცა დაუსახურებლად ასეთი ტალახი წამოვა შენს წინააღმდეგ და შენს სახელთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მტკივნეული და ამიტომ მე ყოველთვის ვეცდები, რომ შესაბამისი პასუხი გავწე. რაც შეეხება არავის არ ეწყინოს და მე ამას ზოგადად ვამბობ, რაც შეეხება ამ 12 ადამიანის ერთად დგომას, რომელიც არა ხმავენ მიცა მაგას არ ვამბობ, მე 12 რომელიც ძირითადი არის და რომელიც აცხადებენ რომ ხოლმე ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ერთი ბატონი ამირიანი, 13 კაცია. გასაგებია, მე არ ვამბობ გუშინდელ შედეგზე არ ვლაპარაკობ, ბატონო მერაბ, მე საერთოდ ვლაპარაკობ, რომ უმრავლესობა არის 12, ბატონმა ამირანმა გუშინ მოგცა თქვა, სხვა შეიძლება სხვა რამეზე არ მოგცეთ, თქვა, მე ვამბობ ძირითადად 12 ადამიანი, რომელიც ერთად გახართ, ხო? რომლებიც აცხადებთ, რომ თქვენ ხართ უპრობლემო თუ უსიტყვოდ თუ რაღაც ასეთი ქალაქ ქუთაისის მერის არა თამას სუდად ამბობ რა არა ხარდამჭერი უსიტყვოდ რას ნიშნავს ეს არ ვიცი თქვენ ამბობთ გუშინ საკრებულოს თომაზე და გუშინ საკრებულოს თომაზე ბატონი არ არის ეგრე არა გუშინ ინტერნეტის თემასთან დაკავშირებით იცი რომ ინტერნეტთან დაკავშირებით ოდესაც იყო გუშინ ჩვენ კრიტიკა იყო და ასე რომ იქნებ დაასრულა დამთავრებინეთ მე ვამბობ ახლა არავის საწყენად არ დაჭერს მაგრამ ჩემი შეხედულებით თვალწინ მიდგება კადრი ფილმიდან დათა თუთაშხია სადაც აი აბელსეთურის მომენტი არის და იქ ესვანჯია, კაკო თაბაგარი და ესენი არიან და ზებოდა რომ გადმოყურებენ აივნიდან აბელსეთურის სახე იდგას მე ასეთი დამოკიდებულება უფრო მგონია და ძალიან არ ვიცი და ბატონო მერაბ მიუხედავად იმისა რომ თემას არ ეხება მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ ეთერი ისე დავასრულო რომ ეს შეკითხვა არ დავსვა როცა საუბარი არის რომ თქვენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულების მხარდამჭერი იქნებით ან მის წინადადებების გამზერები მე მართლა მაინტერესებს დღეს როდესაც უკვე ცნობილია რომ ქუთაისის
კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი სასამართლო საქმეში უკვე ბრალის დამძიმებაზეა საუბარი. შოთა მურღულიას კურატორობის ქვეშ მყოფმა მერიამ დაზარალებულად ცნო თავი. დადული შესაძლებელია პროცესმა უფრო სხვა სახე მიიღოს. მე მაინტერესებს მართლა თქვენს მხარს უჭერთ თუ არა შოთა მურღულიას ამ საკითხში და როგორ ვფიქრობთ მე მხარს უჭერ კანონიერებას და სამართლიანობას. ეს მინდა გითხრა გულწრფელად. რაც შეეხება ზოგადად ბატონ თემურთან საკითხს, მე თემურთან მეგობრული ურთიერთობა გამაჩნია, ისე როგორაც თქვენ, გუშინ ბატონმა გიამ დასვა ეს საკითხი და ბატონმა შოთამ იქ იმ შეხვედრაზე პასუხი გაცა არსებული მდგომარეობის შესახებ. დანარჩენს მე თვითონ დეტალებს არ ვიცნობ, პირდებით რომ როცა მას შევხვდები, დეტალებში გავერკვევი უფრო დეტალურად. ერთი რეპლიკა და უკვე ეთერი უნდა ანუ თქვა იგივე თემურ სამციშვილის თემას თუ უბრუნდებით, მეც ვკითხე ხო ბატონ შოთას და საფუძველი ბატონმა შოთამ მოიყვანა ის რომ რაღაც კომისიის დასკვნა იყო, რომელმაც ჩათვალა ეს. თუმცა რატომ დაჭირდა პროკურატურას ერთხელ უკვე წერილობით მიმართა პროკურატურამ თვითმმართველობას და მიიღო პასუხი. ხო, რატომ დაჭირდა მეორე პასუხი, ხო არ შეგიცვლიათ პოზიცია. ანუ პირდაპირ მაშინ ეს წერილი იმას ნიშნავს, რომ შეცვალეთ პოზიციაო. ხო, ასე იკითხება უკვე ეს ამ შემთხვევაში და არ იკითხება ისე რომ თქვათ, ხო არ შეგიცვლიათ პოზიციაო. ადრე ნახა და შეცვალეთ პოზიციაო, ხო? და როდესაც ახალგაზრდა ადამიანის ბედზე არის საუბარი, რომ არავის ამ ქალაქში და მე მგონი თელ საქართველოში არ ეპარება ეჭვი, რომ თემურ სამციშვილი იმ შემთხვევაში არანაირ კანონდარღვევა მას არ განხორციელებდა და არანაირ ფულიც არ უშოვია, რატომ უნდა გააკეთო ესეთი ნაბიჯი, თუ კი გაქვს საშუალება, რომ თავიდან აირიდო, თქვა და არ შეერივო ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, ეს ბატონ შოთადან მე მგონი არ იყო. არის თუ არა ეს წამგებიანი ნაბიჯი ბატონო თამას მერის მოვალეობის შემსრულების მხრიდან სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს. სამწუხაროდ მინდა ვაღიარო, რომ ამ საქმეში საერთოდ არა ვარ ჩახედული და ჩემთვის უცნობი იყო ის თუ რა გააკეთა, რა განცხადება გააკეთა მერიამ. მე არა ვარ საქმის კურსში მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობაში მეც ვარ. საკრებულოს თავმჯდომარე ვარ მით უბედეს, ამიტომ პასუხისგან თავს შევიკავებ და აგოს პასუხი მან, ვინც გააკეთა. დიდი მადლობა რომ იღებდით გადაცემაში მონაწილეობას. რადიო მსმენელებს შევახსენებთ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს 14 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ. კვირის მნიშვნელოვანი თემები, ქუთაისის და იმერეთის და რა თქმა უნდა ჩვენი შეხვედრის ადგილი უცვლელია რადიო ძველი ქალაქი, კარგად ბრძანდებოდეთ.